ღაზის სექტორში ძლიერი წვიმის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახები კარვებიდან ტალახის გატანასა და ნივთების გადარჩენას ცდილობდნენ. კარვების ქალაქებში მცხოვრები პალესტინელები კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების ფონზე რეგიონში კვლავ არის საკვებთან დაკავშირებული პრობლემებიც. რეჰამ ალ-ჰილუ ერთ-ერთია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის, რომლებიც ძლიერ დაზარალდნენ. ხისა და ლითონის კონსტრუქცია, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა. მასალა, რომლითაც აგებული იყო თავშესაფარი, თავზე ჩამოგვენგრა. მეც დავშავდი, ბავშვებისთვის საუზმეს ვამზადებდი, როდესაც წყლის ნაკადი შემოვარდა. როგორც ხედავთ, ყველაფერი სველია. ახლომდებარე გზები მღვრიე წყლის მდინარეებად გადაიქცა. დახმარების ორგანიზაციები ღელავენ, რომ ზამთრის წვიმები მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გააუარესებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ წყალდიდობასთან გასამკლავებლად და ომის შედეგად ისედაც განადგურებული ინფრასტრუქტურის ექსტრემალური ამიდისთვის მოსამზადებლად. ღაზის მოსახლეობის უმეტესობა 2 მილიონზე მეტი ადამიანი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ბევრი მათგანი კარვებსა თუ თავშესაფრებში ცხოვრობს, რომელთაგან ზოგიერთი დანგრეული სახლების თავზეა აშენებული. აქ არც სველი წერტილია და არც კანალიზაცია. მათ კარვებთან ახლოს მხოლოდ პატარა ჭებია, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს იტბორება. ყველა კარავი განადგურებულია. ჩვენი კარვები ქსოვილისგანაა დამზადებული. სად არის ჰამასი? სად არიან ადამიანები, რომ ნახონ, როგორ იხჩობიან ჩვენი შვილები? არაფერი გვაქვს ჩასაცმელი. ტანსაცმელი არ გვაქვს. ყველგან წყლის გუბეებია. ნახეთ, სადამდე მოვიდა წყალი. არ ვიცი საერთოდ რა ხდება. როგორმე უნდა იპოვონ გამოსავალი ჩვენთვის. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურმა გასულ კვირას გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძლიერმა წვიმებმა ათასობით კარავი დატბორა და თითქმის სრულად გაანადგურა ის მცირე რაოდენობის ნივთები, რომლებიც პალესტინელებს გააჩნდათ. სააგენტოში ასევე განაცხადეს, რომ ღაზაში შემოსული ჰუმანიტარული დახმარება გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც მათ სჭირდებათ. სააგენტომ ასევე მოუწოდა ისრაელს გააუქმოს დახმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.